პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი პატივია სამშობლო უნივერსიტეტის გამოსვლა მოხსენებით. ამოხსენის მიზანი არის ასე ვთქვათ, პოპულარული მეცნიერების პოპულარიზაციას ეხება, მაგრამ უბრალოდ შეიძლება ფოკუსირებული იყო გარკვეულ ასპექტზე მეცნიერების. კერძოდ მეცნიერული აზრის მნიშვნელობის შესახებ კაცობრიობისთვის და კონკრეტულად ჩვენთვის წინააღმდეგ. ეხლა ვერმა თავში რაც ქონა ზოგადად გამომიგრინდა და არ არის პრობლემა. ესე იგი დაახლოებით ვერმა ეკითხება, მე ვლაპარაკობ დაახლოებით 1 საათამდე და მე ვიტყობ შესაძლებელი დავიწყებ იმით, რომ ესე იგი საერთოდ კაცობრიობის ისტორია რაღაცა პირდაპირ გაგებით არის ცოდნის ისტორია ცოდნის შეძენის შესახებ. ანუ ხანდახან იძახიან ასე ვთქვათ ხატოვანი გამოთქმა არის, რომ ეს არის ისტორია ბრძოლის სინათლეს და სიბნელეს შორის. და ეს დაიწყო უხსოვარი დროიდან. ალბათ იმაზე კიდევ უფრო ადრე, როცა ეროვნული ადამიანი გამოქვაბულში იყო, წამე, ცეცხლა, გარეთ იყო სიბნელე, აბსოლუტურად შეუცნობელი სამყარო. და იქნა მოყოლებული კაცობრიობა ცდილობს, რომ ეს საზღვრები გადაწიოს, რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება დიდი ფაქტობი პირდაპირ და გადატანის მნიშვნელობით მოაქციოთ სინათლეში, ანუ ცოდნის ქვეშ. აი ამ გზაზე, ასე ვთქვათ, ცოდნის შეძენის გზაზე და აი ამ გზაზე რომ გავაფართოვოთ ეს ჩვენი დიაპაზონი, ჩვენი თამხლები და დასაყრდენი იყო მეცნიერული აზრი. მეცნიერული აზრი თავიდან ადამიანის უნებაში ჩამოყალიბდა არ როგორც მეცნიერული აზრი, არამედ როგორც უბრალოდ საღი აზრი. აი ეს რასაც ჩვენ ვეძახით საღაზრს. ეხლა ეს საღი აზრი ძალიან უაღრესად საინტერესო ფენომენია. ბოლომდე მეცნიერებაში შეცნობილი არ არის. იმიტომ არ არის, რომ ჩვენ ისიც არ გვესმის რას ნიშნავს ცნობიერება. ვინაიდან ცნობიერება არ გვესმის რას ნიშნავს ბოლომდე იმის გაგება, საღი აზრის გაგება ჩამოყალიბება ბოლომდე შეუძლებელია. მაგრამ ეს არის რაღაც, რაც პრაქტიკულად მუშაობს და მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ამას ვერ ვნებთ. ეს არის რაღაცა კომბინაცია ფიზიკის კანონების, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისად იმის შესაძლებლობას, რომ გენეტიკურად ჩვენ გენში რაღაცნაირად კოდირებული ხდება ინფორმაცია და კომბინირებული ევოლუციასთან, ასობით მილიონი წლის ევოლუციასთან. მინიმუმ შეიძლება უთამდეს. აი ამ საღი აზრის უკიდურესი გამოვლინება არის მეცნიერული აზრი. ანუ სისტემატიზირებული ფორმა ამ საღმა აზრმა მიიღო მეცნიერული აზრის სახით. და შესაბამისად მე ვეცდები, რომ აი ამ მოხსენებაში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ეხება, ცენტრალური როლი დაუთმო აი ამ საღი აზრის და მეცნიერული აზრის მნიშვნელობას. ეხლა რატო არის ეს აქტუალური, რატომ მაინც ასეთი კუთხით? იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს აქტუალურია ყოველთვის, კაცობრიობისთვის ყოველთვის აქტუალური იყო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პროგრესი და ჩვენი მისია რაღაც გაგებით. რაღაც გაგებია პირდაპირ გაგებით. მაგრამ ამავე დროს ეს ძალიან აქტუალურია დღევანდელი დღისთვის ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან მეცნიერული აზრი და საღი აზრი საერთოდ არის საშიშროების ქვეშ. და შესაბამისად მე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება აი ამ კუთხით. ეხლა იმისათვის რომ ეს ასე ვთქვათ მოსასმენად გავხადო უფრო სახალისო და არ იყოს დაფუძნებული რაღაცა მშრალ ფაქტებზე და ასე შემდეგ, მშრალ მოსაზრებებზე, მე შევქნა ჩარჩო, რაღაც გარკვეული ჩარჩო, რომელიც გამოხატავს რაღაცა გაგებით არის ილუსტრაცია ამ მნიშვნელობის მეცნიერული აზრის და საღი აზრის. მაგრამ ეს იქნება უბრალოდ ჩარჩო აგებული ერთ გარკვეულ მაგალითზე.
რა თქმა უნდა, ამ სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ ვართ იმის დრო, რომ დეტალურად შევისწავლოთ ყველა მაგალითი მეცნიერული აზრის ტრიუმფის, ის უფრო შეუძლებელია. მაგრამ მე ფოკუსს გავაკეთებ გამომდინარე ჩემი დარგიდან და გამომდინარე იმ მეცნიერული აზრის იმ ტრიუმფიდან, რაც მოხდა ბოლო 10 წლების განმავლობაში. რაც დაგვირგვინდა ბოლო 10 წლების განმავლობაში. მე შევხედე ორ საკითხს. ეს არის პირველი არის საერთოდ პირველი არის ეხება კოსმოლოგიას და კერძოდ ეხება გზავნილებს ადრეული სამყაროდან, რომელსაც ჩვენ შიფრავთ და მეორე შეეხება ისევ სამყაროს, მაგრამ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას, ჰიგსის ნათლაგის აღმოჩენას ამ ზაფხულში. ეს იქნება ჩემთვის ჩარჩო. შემდეგ ამ ჩარჩოში მე შევეცდები ეს ასე ვთქვათ ამ ჩარჩოზე დაყრდნობით გავშალო და ამ კუთხით შევხედო თუ როგორ არის დასნიშნულ საგიაზრი, დასნიშნულ მეცნიერული აზრი და რატო არის ეს აქტუალური ჩვენთვის დღევანდელობაში. ეხლა რაც შეიძლება საერთოდ ესეთი ტიპის მოხსენებები საერთოდ მეცნიერული მიდგომაში, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა მოვლენის აბსოლუტურად რაღაცა მოვლენა ავტორებს და ახსნათ ცენტრალური როლი, ერთ-ერთი ცენტრალური როლი ეკუთვნება დამკვირვებელს. ანუ დამკვირვებელი არის ხანდახან რეალური, ფიზიკური, ხანდახან არის სამოსახლოები. და ეს ასე ვთქვათ ცენტრალური როლია, რომ დამკვირვებაზე დაფუძნებული მეცნიერული აზრი, მეცნიერული მიდგომა. შესაბამისად, მე დამჭირდება დამკვირვებელი, ალბათ ხანდახან ორი, უბრალოდ ორი. და ეს დამკვირვებელი ამ შევთანხმდით, რომ გვეყოლება ორი დამკვირვებელი, დავარქმევ მაგათ მე ტრადიციულად ზეზვას და მზიას, იქნება ზეზვა და მეორე იქნება მზია. და სამყაროს მე ავაგებ, ასე ვთქვათ, აი ამ იმ მეცნიერულ ტრიუმფს, რასაც ვლაპარაკე, ამ ორ დამკვირვებლის თვალსაზრისით დაფუძნებით. ეხლა რა ხდება? გასული საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ტრიუმფალური აღმოჩენა, რომელმაც დავანახა, რომ სამყარო ფართოვდება. ესე იგი, ეს აღმოჩენა ეკუთვნის დაკვირვების შედეგად აღმოჩენა ეკუთვნის ხაბლს. მან დაღმობით და ზუსტად იმ საღაზრზე რაღაცა არაადამიანურ ინტუიციაზე, რომაინ ინტუიციაზე მიხვდა, რომ ის მონაცემები, რომელსაც ის აკვირდებოდა, სხვა არაფერი იყო თუ არა იმენიშნება იმაზე, რომ სამყარო ფართოვდება. მის დამკვირვება შემდეგში მდგომარეობდა, რომ თუ მაგალითად გვაქვს ერთი დამკვირვებელი, მაგალითად ზის გალაქტიკაზე, დავუშვათ ჩვენთან, ვთქვათ ზეზვა ზის არის დამკვირვებელი, რომელიც არის დედამიწაზე. და მზია არის დამკვირვებელი, რომელიც არის დაშორებული გალაქტიკა, მათ შორის რაღაც მანძილია. ამ გალაქტიკას შორის რაღაც მანძილია, ამ მანძილს არის დავარქმევ. დაკვირვებები ცალსახად მიუნიშნებდა იმაზე, რომ ეს გალაქტიკები ერთმანეთისგან გარბიან სიჩქარით, რომელიც კიდევ პროპორციულია მანძილის. ანუ გალაქტიკა რაც უფრო შორს არის, მით უფრო სწრაფად შორდება ჩვენგან. ეს პროპორციულობის კოეფიციენტი, ანუ სიჩქარე, როგორ არის დამოკიდებული მანძილზე, ეს პროპორციულობის კოეფიციენტი ვდახით ჩვენ H ხაბლის საფადიცებლად. და ამას თავიდან ამას ხაბლმა დაარქვა მუდმივა კონსტანტა, იმიტომ რომ არ მუდმივი იყო. დღეს ჩვენ ვიცით, რომ მუდმივი არ არის, დროში იცვლება, ვეძახით ამას ხაბლის პარამეტრს. ახლა ფიზიკაში ძალიან მოხერხებულია და განსაკუთრებით კოსმოლოგიაში მოხერხებულია მანძილების გაზომვა სინათლის მაგალითად სინათლის ტანში, სინათლის წელიწადში და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად სინათლის წელიწადი ეს არის ის მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი გადის 1 წლის განმავლობაში, სინათლის წამი არის ის მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი გადის 1 წამში და ასე შემდეგ. მაგალითად დედამიწიდან მთვარემდე მანძილი არის დაახლოებით 1 სინათლის წამი. ანუ 1 წამი შეგვიძლია ვთქვათ. ანუ თუ შევთანხმდებით, რომ ყველაფერს ზომავთ სინათლის მეშვეობით, უბრალოდ შეგვიძლია ვახსენოთ სინათლე გამოვტოვოთ და უბრალოდ ვახსენოთ 1 წამი. ასე იგი დედამიწიდან მთვარემდე მანძილი მაგალითად დაახლოებით 1 წამი. და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? ასეთი ერთეულებში და თქვენ იცით რომ
მაგის ახსნას ახლა მე არ დავიწყებ, რომ ფაქტობითობის თეორიის თანახმად, რომელიც საოცრად კარგად არის შემოწმებული, არსებობს მაქსიმალური სიჩქარე ბუნებაში, რომელთაც შეიძლება სიგნალის გადაცემა. სიგნალის რას ნიშნავს? რომელთაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაციის გადაცემა. ეს ღრული სიჩქარე არის სინათლის სიჩქარე, ჩვენ ხანდახან მაგას ცერს ვძახით. და როგორც კი მე ვითხარით, რომ მე ყველაფერს გავზომავ სინათლის წამებში, სინათლის წელიწადში, ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ მე შევთანხმდი, რომ სინათლის სიჩქარე ჩემ ერთეულებში იქნება უბრალოდ ერთიანი. განაზომები რიცხვი ერთიანი. უბრალოდ ამას ხანდახან ერთის ბოძებულ სისტემასაც ვუწოდოთ ხოლმე ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. უბრალოდ არჩევ ერთიანად და მორჩა. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ხო? სინათლის სიჩქარე სადაც ერთია, ეს შეგვიძლია ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. და ესეც აქ შეგვიძლია დავსვათ, რომ რამხელა უნდა იყოს მანძილი მზიას და ზეზვას შორის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ერთმანეთთან სიგნალის გადაცემა. პრინციპში ვეღარ შეძლონ. ესეთი მანძილი არსებობს. ღრული მანძილი, ვინაიდან სინათლის სიჩქარე ჩემთვის ერთიანია, შესაბამისად ესეთი მანძილი იქნება ხაბლის პარამეტრის შებრუნებული. რომელსაც ამ მანძილს ჩვენ ვუძახით კოსმოლოგიურ ჰორიზონტს. ანუ რას ნიშნავს? სამყაროში რომელიც ფართოვდება, ნებისმიერ დამკვირვებელს გარს არტყია კოსმოლოგიური ჰორიზონტი. ანუ მე თუ საგამარისად შორს წავედი, რაღაც მომენტში წავალ იმიან შორს, რომ შეუძლებელი იქნება ჩვენ შორის რაიმე მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა. ეხლა ეს ანუ ფაქტობრივად მე თქვენთვის არ ვარსებობ. იმიტომ რომ თუ მეცნიერულად ესეა, თუ ჩვენ შორის შეუძლებელია რაიმე მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა პრინციპულად, მაშინ იმაზე ლაპარაკი რომ მე ვარსებობ, აზრიც არ აქვს. იმიტომ რომ რას ნიშნავს ვარსებობ? თუ თქვენთვის ვერასოდეს პრინციპულად მე ვერ ვიარსებებ, იმიტომ რომ ვერანაირ გავლენას ვერანაირად ვერ მოვახდენ თქვენზე და თქვენ ჩემზე. ეს კოსმოლოგიური ჰორიზონტი არის ის მანძილი, რომლის იქითაც არსებული ობიექტები ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ და დღემდე არ ქონდათ შანსი, რომ ეს გავლენა მოეხდინათ. დღეს ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტი არის დაახლოებით სიდიდით არის დაახლოებით არის სიდიდით ეს ხაბლის რადიუსს ვეძახით ჩვენ მაგას დაახლოებით 10^28 სანტიმეტრი. ანუ ეს არის დაახლოებით 13-15 მილიარდი სინათლის წელიწადი. ესე იგი, სინათლე უნდა იაროს ჩვენგან 15 მილიარდი წელი, რომ მიაღწიოს კოსმოლოგიურ ჰორიზონტს. უბრალოდ პირიქითაც. ესე იგი, ჩვენ მაგალითად ზეზო, რომელიც დედამიწაზეა, ჩვენ შემთხვევაში, ხო? ზეზო არის დედამიწაზე, დამკვირვებელი. ზეზოსთან ყველა მიმართულებიდან მოდიან სინათლის სხივები, ანუ ფიზიკის ენაზე ფოტონები, ნაწილაკები, რომელსაც გადააქვს ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება. და ანუ ჩვენ როცა ცაში ვიხედებით, ხო? ჩვენი თვალის გუგაზე, ჩვენი თვალის ნერვზე რეგისტრირდება ფოტონები, რომლებმაც ჩვენამდე გამოიარეს 15 მილიარდი წელი. იმ ფოტონს მოაქვს ინფორმაცია, ანუ ფოტოსურათი მოაქვს იმ სამყაროს, რომელიც ახლა კი არ არის, არამედ რომელიც იყო 15 მილიარდი წლის წინა. რა თქმა უნდა, ჩვენი თვალისთვის უმეტეს შემთხვევაში ძალიან რთულია მაგ ფოტონების გარჩევა. მაგისათვის გვაქვს ძალიან ძლიერი ტელესკოპები, მაგალითად ჰაბლის ტელესკოპი ერთ-ერთი უძლიერესი, რომ და ამ ფოტონების რეგისტრება ხდება. ეხლა ესეთნაირად, აი ცაში, უბრალოდ ცაში გახედვით, ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას სურათს ადრეულ სამყაროზე. სამყაროზე, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა. გაცილებით უფრო ახალგაზრდა, ვიდრე დედამიწაა, ხო, დედამიწის ასაკი მილიარდობით წელია. იმ დროს ვიკითხებოდ ჩვენ კოლეგებს ფიზიკოსებს, რომ ზუსტად რამდენი წლის არის მეტი დაფიქსირებული პროგრამისგან. მოკლედ, ეს არის უძველესი ნაწილაკები, უძველესი ფოტონები, რომელსაც ჩვენ ვერ ვარეგისტრირებთ. იმის იქით ყველაფერი დანარჩენი ჩვენთან მიზეზშედეგობრივ კავშირში არ არის და პრინციპულად ვერ იქნება. ეხლა იმასთან დაკავშირებით მე არ წავალ იმასთან დაკავშირებით რა არის სამყაროს მომავალი იმ მანძილებზე, იმიტომ რომ ეგ დამოკიდებულია იმაზე სხვა კონცეფციებზე, როგორც არის ბნელი ენერგია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ არ ვიცით ეს ჰორიზონტი
უბრალოდ ჩვენ ზუსტად არ ვიცით სამყაროს მომავალი რა არის. იქნება თუ არა ეს გაფართოება შენელებული, თუ მუდმივად გაგრძელდება ისე როგორც დღეს არის. მაქედან გამომდინარე ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტი ან გაიზრდება, ან ჩაიკეტება. როგორც არის, დარჩება 1028 სანტიმეტრი. ანუ 15 მილიარდი სიანტის ტერიტორია. ეგ მაგაზე არ დავიცით ახლა მაგის განხილვა, სულ კითხვა იქნება ბატონო ინსიამოვნებით. მაგრამ მე მინდა დავუბრუნდე ამას, ესე იგი დღეს ეს არის აბსოლუტური მტკიცებულება, რომ დღეს უშორესი მანძილი, ანუ უშორესი სკალა, რომელსაც შეიძლება გაწდეს ადამიანის დაკვირვება, არის ეს მანძილი. ეს არის უდიდესი მანძილი, რასაც ჩვენ შეგვიძლია, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ეხლა ეს არ არის დამოკიდებული თუ რამდენად განვითარებულია ცივილიზაცია. მაგალითად ჩვენ და შეიძლება მეზობელ პლანეტაზე სხვა გზის სისტემაში, რომელიღაც ცივილიზაცია ცხოვრობს, რომელიც ჩვენზე გაცილებით უფრო განვითარებულია, იმათვისაც ზუსტად იგივე მანძილია ჭერი, ასე ვთქვათ. ეხლა რა ხდება? ვინაიდან სამყარო ფართოვდება. ფილმი შეგვიძლია, ანუ სიტუაცია ესეთია. თითქოს სამყარო რა არის? სამყარო არის ცხოვრობს, ასე ვთქვათ, სივრცე დროში, ხო? სივრცე არ არის მკვდარი და უსულო სუბსტანცია. სივრცე დინამიურია, იმის გამო რომ არსებობს გრავიტაცია. ის ფაქტი, რომ სამყარო ფართოვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა გაგებით, თვითონ ის ბოჭკო, რომელსაც სივრცე არის გაკეთებული, ანუ გრავიტაცია იჭიმება დროში. ან რაღაცა გაგებით, ჩვენი სამყაროს სივრცე გავს დაუშვათ რეზინის რეზინის ხალიჩად წარმოიდგინოთ, რომელსაც 4 ხარეს უბრალოდ სასრული ზომის კი არ უსასრულო, რომელსაც 4 ხარეს გაჩინოთ. აი რაღაც ეგეთია. ან უბრალოდ მაგალითად წარმოიდგინოთ ბუშტი, რომელიც იბერება. აი ბუშტის ზედაპირი ხარ, რომელიც იბერება. უბრალოდ მაგრამ კი არა, ესე კი არ უნდა იფიქროთ, რომ ეს ბუშტი რაღაცა სხვა სივრცეში არის ჩადგმული. არამედ ეს ბუშტი უბრალოდ ის ბუშტის ზედაპირია ყველაფერი რაც არის ჩვენი სამყარო. და ის იბერება ეს რას ნიშნავს, რომ ყოველი უბანი აი ამ სივრცე-დროითი სუბსტანციის იჭიმება დროის მიხედვით. ანუ მანძილები იზრდება სამყაროში. ეხლა რა თქმა უნდა, მეგრია გასაგებია, თუ მე ესე შევხედავ ამას და ამ ფილმს გადმოვახურ უკან, როგორც ვიდეოს, ხო? ну რა თქმა უნდა, მანძილები იყო პატარა და სადღაც მანძილები იყო უსასრულო პატარა. ამა გადმოხვევას მივყავართ ჩვენ სამყაროს დასაწყისამდე. ანუ სამყაროს ისტორიამდე, ესე იგი, რა არის სამყაროს პირველ საწყისი, საიდან მოდის, საიდან მოვიდოდეთ, ხო? ეხლა ჩვენ ვიცით შემდეგი რაღაცა. ეხლა ხანახან რო ვფიქრდები, რამდენი, რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი რაღაცა არ ვიცით. მაგრამ ხანახან რო ვფიქრდები, რამდენი ვიცით, მართლაც ვირს შესანიშნავია ეს. რატომ? მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მანძილებს, უბრალოდ მანძილებს. აქვს აბსოლუტური ქვედაზღვარი. ანუ არსებობს უმოკლესი მანძილი, რომელზე პატარა მანძილზე ლაპარაკს უბრალოდ აზრი არ აქვს. იმიტომ ის მანძილები არ არსებობს. რა მანძილია მანძილი? ეგ არის ეგრეთ წოდებული პლანკის მანძილი. არის დაახლოებით 10 ხარისხად -33 სანტიმეტრი. ну თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ სანტიმეტრი აიღოთ და გავყოთ მილიარდჯერ და კიდევ გაგავოთ, ხო? მიიღებთ ამ მანძილს. ეხლა ერთის თუ ეს არის საოცრად პატარა მანძილი. მაგრამ მეორეს თუ ის ფაქტი რომ ეს მანძილი სასრულია, ეს ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საერთოდ ჩვენი სამყაროსთვის. ეხლა ეს ჩვენ ვიცით. მაგრამ საკითხი ის არის, რა ვიცით ჩვენ ადრეულ სამყაროს შესახებ. ანუ რა ვიცით იმის შესახებ თუ რამდენად პატარა იყო კოსმოლოგიური ჰორიზონტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით. ანუ ის უბანი სამყაროს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ადრე იყო ძალიან პატარა. აი რამდენად პატარა. ამ კითხვაზე პასუხი არის შემდეგი, რომ ეს უბანი იყო დაახლოებით შეკუმშული, დაახლოებით 10 ხარისხად -25 სანტიმეტრამდე. შეიძლება უფრო დიდი ცოტა. ესე იგი, მთელი ის სამყარო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, აი ესე იგი 15 მილიარდი წლის რადიუსის სამყარო.
აი აქ 10 ხარისხი მინუს 25 სანტიმეტრის უბნიდან დაიბადა. ეხლა როგორ მოხდა ამის დაბადება? ეხლა თელიდია რა რატომ მოხდა ეს თემა? იმიტომ რომ მე რო ველაპარაკები ეს ჟღერს როგორც რა ვიცი ლაპარაკი რაღაც ხო? საერთოდ უნდა იფიქროთ და თქვენ რას ველაპარაკებთ? რაღაცა 15 მილიარდი სიანთის წელი უცებ გადახდია 10 ხარისხი 25-ზე. რა იცი საერთოდ რა ხდებოდა? საიდან მოგაქვთ ეს აზრები მეცნიერებს? რატო არ შემიძლია მე მოვიგონო რომ 10 ხარისხი -25 კი არ იყო? სულ სხვა რაღაცა იყო. უცებ გზაში რაღაც სხვა რამე მოხდა. საქმე იმაშია რომ ეს ჩვენ ვიცით და ახლა აგიცნით რა პროცესი. ახლა რა ხდება? ეს სამყარო როდესაც ფართოვდებოდა სამყარო გაიარა ესეთი ევოლუციის ესეთი სტადიები. მაშინ როდესაც ეს კოსმოლოგიური ჰორიზონტი იყო 10 ხარისხი -25 სანტიმეტრი დაახლოებით. სამყარო ფართოვდებოდა უაღრესად სწრაფად. ვინაიდან ეს თვითონ ეს მანძილი მიგვინიშნებს, ხო? იმიტომ რომ სწრაფად ფართოვდებოდა იმის გამო, ზუსტად იგივე ხაბლის კანონის გამო, იმის გამო რომ მაგალითად ზეზოს და მზიას შორის მანძილი იყო 10 ხარისხი -25 სანტიმეტრი, რომლის იქითაც მათ კომუნიკაცია არ შეეძლოთ. ანუ ნებისმიერი ორი ნაწილაკია ნუბანი, რომელიც დაშორებული იყო ამაზე მეტი, გარბოდა ერთმანეთისგან სიახლეში გადაძე უფრო სწრაფად და არანაირი კომუნიკაცია იქიდან შეუძლებელი იყო. ეს გაფართოება სამყაროსი, ასეთი რეჟიმი გაფართოების რამდენი ხანი ხდებოდა ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ეს რეჟიმში ვიყავით უსასრულო დროწმი. ეგ არ ვიცით. მაგრამ რა ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ ის უბანი საიდანაც ჩვენ წარმოვიშვით და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ამ უბანმა გამოიარა ბოლო 60 ჯერადი გამრავლება. აი ამ პატარა მანძილი. ანუ რა მოხდა? ესე იგი სამყარო ფართოვდებოდა ძალიან სწრაფად. მე ეს სწრაფი გაფართოება შენელდა, ამის მერე სამყარო გადაცხელდა და ასე შემდეგ და წარმოიშვა სტრუქტურები, მატერიალი და რაც ჩვენ ვახთ. ეხლა რა გვეუბნება ჩვენ, რა გვაძლევს ჩვენ იმის მტკიცებულების უფლებას, რომ ვთქვათ, რომ ესე იყო სცენა. ხო? რა გვაძლევს? გვაძლევს შემდეგი რაღაცა. ფიზიკის კანონები. იმიტომ რომ ის კანონები, რომლებიც ჩვენ უაღრესად კარგად გვესმის, გვეუბნება, რომ შენ არ შეიძლება გქონდეს სამყარო, რომელშიც ეს ზეზო და მზია არიან ჩაკეტილი ამ 10 ხარისხი -25 სანტიმეტრი ნაწილში და ეს გაფართოება გრძელდება რაღაცა დროის განმავლობაში და ამ სამყაროში არ ყოფილიყო ხმაური. ეხლა თქვენ მოგაგონებთ, აი ნიჟარა რო აიღოთ, ხო? ზღვის ნიჟარა ყველას აგიღიათ და კურზე ისმის ზღვის ხმა, ხო? ეს არის ეს ფენომენი არის რატო არის ეს ფენომენი? იმიტომ რომ სიგროვე და ეს სიგროვე რეზონანსში მოდის რაღაცა მოდებთან, რომელთა ტალღის სიგრძეც არის აი ამ სიგროვის ტალღის სიგროვის რიგის ფერა. შესაბამისად, ადრეულ სამყაროშიც რაღაც ამდაგვარი ხდებოდა, თქვენ ვიცით, და ხდებოდა რეზონანსში იყო ადრეულ სამყაროში იყო ხმაური. ეს ხმაური შემდეგ რა მოძებდა ხმაურს? ხმაური რა არის? ხმაური არის გერითი ტალღები, ხო? ეხლა მე რო ლაპარაკობ, ჩემი გერითი ტალღები. ქმნიან არაერთგვაროვნებას ამ დარბაზში. შესაბამისად, ქმნიან ენერგეტიკულ არაერთგვაროვნებას და ასე შემდეგ. ადრეულ სამყაროში რა ხდებოდა? წარმოიშობოდა ეს ტალღები და მე ეს ტალღები იჭიმებოდა. სულ უფრო და უფრო იჭიმებოდა. ანუ ტალღა, რომლის სიგრძეც იყო 10 ხარისხი -25 სანტიმეტრი, გახდა 15 მილიარდი წლის ხედა. 15 მილიარდი წლის ხედა. ამ ტალღებს ჩვენ დღეს საში ვკითხულობთ. ანუ მაგალითად ის ვილკინსონის ზუსტად არის რაც დავხატე წინა ჩვენ ვართ ეხლა ზედოს პოზიციაში მოგდის ეს სინათლე. ამ სინათლეში ჩვენ ვკითხულობთ, ამ სინათლის გაშიფრით ვკითხულობთ იმ არაერთგვაროვნებას, რომელიც ჩაბეჭდილი იყო სამყაროში, აი როდესაც სამყაროს ზომა იყო 10 ხარისხი -25 სანტიმეტრი. ეხლა ეს არ არის ხატოვანი გამოთქმა, არის პირდაპირი ფაქტის აღწერა. ანუ რა ხდებოდა? ამ ადრეულ სამყაროში იყო ხმაური, არის ხმაური, მოუწესრიგებელი ხმაური კი არ იყო. გარკვეული სპექტრი. მუსიკა. ეს მუსიკა იყო, ოღონდ მუსიკას საკრავი უკრავდა არა მაგალითად ვიოლინო. ამ შემთხვევაში უკრავდა თვითონ ის ბოჭკო, რისგანაც სამყარო არის გაკეთებული. სივრცე. ანუ გრავიტაცია.
თორე სხვანაირად განსხვავება არაფერი არ არის. ზუსტად ისევე როგორც არსებობს შეშფოთებები, როგორც არსებობს ბგერებს, რომ გამოსცემს ვიოლინოს საკრავი, ზუსტად ასევე ბგერებს გამოსცემს ის ბოჭკო, რისგანაც შეიძლება ჩვენი სივრცე, გრავიტაცია. ეს ბგერები არის გარკვეული ტიპის მუსიკა, სიმფონია რაღაც. ეს სიმფონია ჩაიბეჭდა შემდეგ აი ამ სპექტრში და დღეს ჩვენ ამას ვაკვირდებით ცაში, ხო, ამ სპექტრს. ეხლა რას ვაკეთებთ დღეს? ესე ის მუსიკა, რომელიც აი ამ 15 მილიარდი წლის წინ, აი ამ მანძილებზე ჩაიწერა ადრეულ სამყაროში, დღეს არის ცაში, დღეს ჩვენ ამის გაშიფრებას ვაკეთებთ და ვატარებთ აი ამ მუსიკას იმ თეორიულ წინასწარმეტყველებთან, რომელიც არსებობდა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს მუსიკა ესე და ესე უნდა შეგარდეს. ეს წინასწარმეტყველები გაკეთდა გაცილებით უფრო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ექსპერიმენტები, რომლებმაც ეს მუსიკა გაშიფრდა. ანუ ეს იყო დაახლოებით 70-იანების ბოლოს, 80-იანების დასაწყისში, როდესაც მეცნიერებმა გამოითვალეს სპექტრი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ადრეულ სამყაროში ჩაბეჭდილი მუსიკა. ეხლა რატომ არის ეს დემონსტრაცია? ეს არის რატომ არის ეს კაცობრიობის მეცნიერული აზრის პრინციპი? იმიტომ არის, რომ აი წარმოიდგინე მასშტაბზე იფიქრეთ, ესე იგი, ჩვენი სამყარო. როდესაც ჩვენი სამყარო რა არის? ეს ყველა galaktika, რომელსაც თქვენ ხედავთ. ყველა ვარსკვლავი, ყველა ცივილიზაცია. ეს ცხოვრობს ამ ჭურჭელში, ხო? აი ამ ხაბლის რადიუსში. ეს ხაბლის რადიუსი, როდესაც იყო 10-25 სანტიმეტრი, ან 15 მილიარდი წლის წინ. ნებისმიერი საზომი ჩვენი ცივილიზაციის საზომი, როგორც არის რა ვიცი, აი ასტომები, ჩვენი გამოქვაბულები და ასე შემდეგ, გაცილებით უფრო პატარა მასშტაბი ამასთან შედარებით, ხო? იქ ჩაიბეჭდა ეს სპექტრი. ჩვენ შეგვიძლია დღეს, აი ჩვენ რას ნიშნავს? მაგალითად, ნებისმიერ პროფესორს, რომელიც ასწავლის კოსმოლოგიას, შეუძლია აიღოს ცარცი, არაფერი არ შეიძლება სხვა, არც კომპიუტერი, არც არაფერი, ცარცი აიღოს და დაფაზდეს. თუ ცარცი არა ნახშირი, არ ამჩნევა. და დაფაზდეს, დაიწყოს და გამოიყვანოს. ეს სპექტრი თლიანი, ეს სიმფონია გამოიყვანოს დასაწყისიდან ბოლომდე. რას იწვევს? ემთხვევა დაკვირვებები წინასწარმეტყველებას. ნუ ფაქტობრივად აბსოლუტური სიზუსტე. ანუ ესე იგი, თქვენ იცით რომ ნებისმიერ ექსპერიმენტულ დაკვირვებას რაღაცა ცდომილება აქვს, ხო? ეს ექსპერიმენტები ძალიან ამ ცდომილებას ძალიან ამცირებენ და დღესდღეობით არის ცდომილება არის 1/1000 დაახლოებით. ეს რას ნიშნავს? წარმოიდგინეთ, რომ თანხმდნენ არის რომ მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ცდომილება კიდევ უფრო შემცირდება, იმიტომ რომ თეორია არ შეიძლება თხოვდეს. აი შეუძლებელია რომ ადრეულ სამყაროში ვიღაცამ დაწეროს სიმფონია. მაგალითად კომპოზიტორმა დაწეროს სიმფონია, თქვენ ეს წინასწარმეტყველებთ ხალხს და შემდეგ შესრულება ამ სიმფონიას დაემთხოს შესრულებაში 1/1000 სიზუსტე. ანუ ესე იგი შემსრულებელმა ნუ დაახლოებით 1 ნოტა ვერ აიღოს თვათ ისე როგორც საჭიროა 1000-დან. ხო? არ ვიცი მე ხარ მე კომპოზიტორის მე მუსიკოსი არა ვარ. არ ვიცი შესრულების სიზუსტე საერთოდ როგორია მუსიკალური ნაწარმოებების. მაგრამ ეს ფანტასტიკური სიზუსტეა. სხვა შორის ესეთი იდეაც კი მომივიდა. ეხლა დღეს რო ვფიქრობ ამაზე რომ მე რო კომპოზიტორი ვიყო ან ვინმე კომპოზიტორს მაგალითად ის სიამოვნებით შევთავაზებდი რომ ეს მუსიკა გაშიფროს და მუსიკაც წარმოადგენს უბრალოდ. ძალიან საინტერესო იქნება როგორი მოსასმენია. იმიტომ რომ სპექტრი ვიცი ცნობილია. ანუ ესე იგი ეს ისი მაჩვენებელია ეს რას მე ვიზახი. ეს არის მაჩვენებელი კაცობრიობის ეს არის მარტო კონკრეტული გამომხვლელის რომელმაც იქ რაღაც დაითვალა და ასე შემდეგ მისი წარმატება. ეს არის კაცობრიობის ტრიუმფი და ეს არის კაცობრიობის მეცნიერული აზრის ტრიუმფი, რომ ჩვენ უმოკლეს მანძილზე, რაც კი პრინციპულად შეიძლება არსებობდეს და უშორეს მანძილს შეგვიძლია ერთმანეთთან დავაკავშიროთ მარტო გონებით, ცარცით და დაფით. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი გონება ცარცით და დაფით დაფუძნებულია იმ უძვირეს ექსპერიმენტებზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმათ დაადასტურეს, რომ ესე იმ უძვირეს ექსპერიმენტებზე, რომელიც აკვირდება ცარცს, ხო? ამიტომ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. ეხლა მეორე მეცნიერული აზრის მეორე ტრიუმფი, რაც ჩვენ დარგში იყო, მე უბრალოდ ისე ვიზახი, ეს ამოირჩიე, ეს მაგალითები, იმიტომ რომ ეს მოხდა ბოლო 10 წლებში და უბრალოდ იმიტომ რომ ეს მასშტაბურია. რახან ეს ეხება სამყაროს და სამყაროს უდიდეს და უმცირეს მანძილს. ეხლა თქვენ შეიძლება შეგიძლიათ გითხოთ, რომ კი, მაგრამ რა იყო მანამდე?
გვაქვს ინფორმაცია, რატო ატარებს ეს სპექტრი ინფორმაციას იმაზე, რაც იყო მანამდე. პასუხი ამ ძალიან საინტერესო პასუხი. პასუხი იმაშია, რომ ის ინფორმაცია, რაც იყო მანამდე წასვლილია. სამყაროს აქვს ესეთი თვისება. ყველაფერს აი ამ გაფართოების სტადიას აქვს თვისება, რომ ყველაფერს რაც იყო მანამდე შეის. ანუ მთელი ინფორმაცია, რაც მანამდე იყო ჩაწერილი, დაშლილია და ჩვენ მივუსწარით ბოლოს 60 გაყოფას ამ სამყაროსას. ანუ ფაქტობრივად სამყარო ფართოვდება ისე, რომ მისი სიგრძე დაახლოებით ორმაგდება ყოველ ხაბლის დროში და შესაბამისად ჩვენ მივუსწარეთ ბოლო ეტაპს, ბოლო კურსს დაახლოებით 60. და ის რასაც ჩვენ გითხოთ წაში. ის რაც მანამდე იყო, ის გაცილებით გარეთ არის ჩვენი ჰორიზონტიდან, ჩვენთვის დღეს ის საკითხი პრინციპულად შეუძლებელია ექსპერიმენტალურად. ეხლა მე გადავიდე მეორე აღმოჩენას და მე დავუბრუნდები მეცნიერული აზრის მნიშვნელობას და ასე შემდეგ ჩვენი სიტუაციისთვის. ეხლა მეორე აღმოჩენა ალბათ ყველამ გაიგეთ, ეს იყო CERN-ში ამაჩქარებელზე დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ჰიგსის ნაწილაკის დაკვირვება. ჰიგსის ბოზონის დაკვირვება, ეს არის ნაწილაკი, რომელიც სპეციალურ სტატისტიკას აკმაყოფილებს, ანუ მისი მაჩვენებაც და გარკვეული მახასიათებლები აქვს, ასე შემდეგ. ეხლა რატო იყო ჰიგსის ნაწილაკის დამზება ასევე მეცნიერული აზრის ტრიუმფი? საქმე იმაშია, რომ ჰიგსის ნაწილაკი ეს არის გამოვლინება სუბსტანციის, რომელიც მთლიანად დავსებს მთელ სამყაროს. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიგსის ველი. ანუ როგორ არის, ახლა ჩვენ ოთახში რომ დავიდოთ, ხო, სუნთქავთ ჰაერს. ჩვენ ოთახი არის ჰაერის სავსე, ხო? მაგრამ ეს ჰაერი ატმოსფეროს იგი დავრცელდება. საერთოდ ჩვენ ვიზახით, რომ სამყაროში არის ვაკუუმი, მაგრამ სინამდვილეში ვაკუუმი კი არ არის. არა, ვაკუუმი როგორ არის, მაგრამ რას ნიშნავს ვაკუუმი? ეს ვაკუუმი შევსებულია ეგრეთ წოდებული ჰიგსის ველით. ანუ არსებობს ველი, რომელიც აბსოლუტურად არის ყველგან, ერთნაირად და ამბობს ეს უნივერსალურისთვის დაბლა ეთერივით არის. აი გაგიეთავოთ ეთერისთან. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება ამ ეთერის და ამ ჰიგსის ველის შორის არის ის, რომ ეს ჰიგსის ველი ხარს აწარმოებს. აი მაგალითად, თქვენ თუ მაგალითად მოძრაობთ ტბაში, ხო? ნუ ტბაში თუ მაგალითად სწრაფად მოძრაობთ, ხვდებით, რომ წინააღმდეგობა, ხო? ანუ ქარია, ჰაერში დასრებია, ხო? თუ მოძრაობთ სწრაფად, რაღაც ქარს გძნობთ. ჰიგსის ველის ისწრება, რომ ქარი არ არსებობს. ანუ რაც უნდა სწრაფად იმოძრაოთ, ჰიგსის ველს მასე ვერ დაინახავთ. ჰიგსის ველი ჩვენზე გავლენას ახდენს იმიტომ, რომ ის ურთიერთქმედებს იმ ნაწილაკებთან, რომლითაც ჩვენ შევდგებით, ანუ პროტონებთან, ელექტრონებთან და ასე შემდეგ და ამ შესაბამისად აძლევს მათ მასას. ანუ ფაქტობრივად მასის ეს არის რაღაცა ჩვენი ბექგრაუნდი, რომ ის სცენა, სადაც ჩვენ ყველა ვარსებობთ. ეხლა ეს ჰიგსის ველის არსებობა ის იყო ჰიპოთეზა. საერთოდ რომ ჰიგსის ველი არსებობდა. ვიცოდით იქიდან, რომ ამ ტბაში არსებობდა ტალღები. ამ ჰიგსის ტბაში, რომელიც არსებობს თელ სამყაროს, არსებობდა ტალღები. ეხლა ეს ტალღები რა არის? ეს ზუსტად ისეთი ტალღებია, როგორც ეხლა მაგალითად აი ოთახში, ხო, ჰაერია, მე თქვენ რომ ველაპარაკებით, ვრცელდება გერითი ტალღები, და, ხო? ეს გერითი ტალღები ზუსტად თუ არ ესე იგი ფიზიკის კანონში მაგაში რომარებს, რომ თუ არის ტბა, აი გაუცილებლად ტალღები. ეს გერითი ტალღები. და მე ვთქვი, თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ არის გერითი ტალღები, აუცილებლად უნდა არსებობდეს სუბსტანცია, რაშიც ეს გერითი ტალღები ვრცელდება. შესაბამისად, ეს ტალღები ჩვენ აღმოჩენილი ჰქონდა. ვინ იყვნენ ეს ტალღები? ეს ტალღები იყვნენ ეგრეთ წოდებული გრძივი კომპონენტები, ეგრეთ წოდებული W და Z ნაწილაკების. ეს 80-იანების დასაწყისში იყო, ისევ CERN-ში აღმოჩენილი მათი მასა. მაგრამ მათი კომპონენტები, მაგრამ მთელი იდეა ის არის, რომ ეს ყველაფერი თეორიულად იყო ნაწილასწარმეტყველები. ეგრეთ წოდებული თეორია, რომელსაც ჩვენ დღეს ყველანი ასე ვთქვათ, განვიხილავთ როგორც ასევე მეცნიერული აზრის ტრიუმფს, იმდენად კარგად არის გაგებული და შემოწმებული ჩვენ მაგას ვუძახით სტანდარტულ მოდელს და ამ სტანდარტული მოდელის მიერ იყო ნაწილასწარმეტყველები ეს ნაწილაკები. ეს აღმოჩენილი იყო, ანუ ეს ტალღები, რომლებიც ამ ჰიგსის ტბაში ვრცელდება. შესაბამისად, ჩვენ ვიცოდით, რომ თუ არსებობს ტალღები, აუცილებლად უნდა არსებობდეს სუბსტანცია, რომლისგანაც ეს ტალღები გაგებულია. ანუ ტბა. ეხლა საერთოდ უნდა გაიგოთ ტბა არსებობს. ტბა უნდა გაიგოთ იქიდან, რომ აი მაგალითად ჩვეულებრივ ჰაერში, როგორ შემიძლია მე დავადგინო, რომ გერითი ტალღები, რითაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვრცელდება ჰაერში. შემდეგ რა შემიძლია დავადგინო, რომ ავიღო ინსტრუმენტი და გამოვცე გერითი ტალღა, რომელიც ტალღის სიგრძე იქნება პატარა, მოკლე. აი მაგალითად გქონდა ესეთი აკომპანიმენტი
შემდეგ ეს ტალღის ციკლი შემიძლია სრულუფლებოდ დავავიწროვო, მაგრამ მაშინ, როდესაც ტალღის ციკლზე გახდება მოლეკულებს შორის მანძილზე პატარა, რა თქმა უნდა, ბგერის ტალღა არ გავრცელდება, არამედ დავინახავთ ცალკეულ მოლეკულებს. ანუ ფიქსის ნაწილაკი, რაც დამზერილი იქნა ამაჩქარებელზე წელს, დაფუძნში, ეს არის ნაწილაკი, რომელიც არის ის მოლეკულა, რომელიცგანაც შედგება ეს ფიქსის ველი, რომელსაც თელი სამყარო არსებობს. შესაბამისად, ამიტომ ეს არის მეცნიერული აზრის ტრიუმფი, იმიტომ რომ ფიქსის ნაწილაკის დამზერა ნიშნავს, რომ წელი ჩვენი წარმოდგენები, მეცნიერული წარმოდგენები და დაფუძნებული აზრზე სწორია და მივავართ ჭეშმარიტებაზე. კიდევ მეორე, ეს არ არის მარტო ესეთი ტიპის აღმოჩენები არ არის მარტო ფიზიკოსების ტრიუმფი, ან თეორიული ფიზიკის, ან ექსპერიმენტული ფიზიკის. ისევე როგორც მაგალითად დნმ-ის აღმოჩენა, რომელიც არის უდიდესი ტრიუმფი კაცობრიობის მეცნიერული აზრის, არ არის მარტო ბიოლოგიის ტრიუმფი. ეს არის მთლიანად კაცობრიობის ტრიუმფი და კერძოდ კაცობრიობის ტრიუმფი, იმიტომ რომ კაცობრიობას გააჩნია მეცნიერული აზრი. სხვანაირად არაფერი ეს არ მოხდებოდა. შეუძლებელი იქნებოდა ჩვენ დაგვეკავშირებინა რაიმე კავშირი გაგვება დღევანდელ სამყაროსთან, წარსულთან, მომავალთან, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. გვექნებოდა ცარიელი ზღაპრები თავისთავად ძალიან კარგია, გონებას ავითარებს, მაგრამ მითებით და ზღაპრებით ვერ გაიგებ შენ წარმოშობის სინამდვილეს შენ წარმოშობის შესახებ, ვერ გაიგებს რა გელის მომავალში და ვერ დაამყარებ ურთიერთკავშირს. იმ რატომ? იმიტომ რომ მითები შეიძლება მითი რას ნიშნავს? მითი არის რაღაც გამოგონილი, ძალიან ლამაზი, მაგრამ გამოგონილი, ხო? მითი შეიძლება იყოს უსასრულო რაოდენობის და სიმართლე ყოველთვის ერთია. ამიტომ არის რომ შენ გჭირდება ის საყრდენი, რომელსაც რაღაცნაირად მიღავხარ ამ სიმართლეზე. ესეთი საყრდენი კაცობრიობის ისტორიაში იყო საღი აზრი და მეცნიერული აზრი. ეხლა რაც შეეხება ესე კიდევ დავამთავრო ეს ნაწილი, ვიტყვი რომ ესე იგი ფაქტობრივად ესენ არის შეგიძლია თქვენ წარმოიდგინოთ ფიქსის ნაწილაკის დამზერა მაჩქარებელზე, რომ ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვაჯახებთ ერთმანეთს ტალღებს და ვცდილობთ იმდენად ინტენსიური და დავაჯახოთ ეს ტალღები, რომ რაღაცნაირად შევანჯღრიოთ ეს ფიქსის ტბა. და ამის შენჯღრების შედეგად ცალკეულ მოლეკულებს ვაგვირდებით შემდეგ იქიდან გამოწყობთ. უხეშად რო ვთქვათ ესეა. საიდან ვიცით რომ ეს ფიქსია? იქიდან რომ ისევ იქიდან რომ ნაწილასწარმეტყველები იყო თუ რანაირად უნდა გამოიყურებოდეს ეს გამოწყობილი ნაწილაკები. ანუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მათ, რა პარამეტრები და ისევ თანხმდენა საოცარია. იმდენად დიდია თანხმდენა, ჩვენ მაგას 5 სიგმას ვეძახით, ანუ სტანდარტულ გადახრას, რომ ეს ითვლება აღმოჩენა. ეხლა მე მოდით ამითი მე მეცნიერულ ნაწილს ასე ვთქვათ, მაგალითების ნაწილს დავამთავრე, ეხლა გადავალ თვითონ იმ კუთხით განხილვაზე მეცნიერული აზრის რითიც დავიწყე. ეხლა ეს ამან უგემზადა ასე ვთქვათ, გარკვეული ჩარჩო, გარკვეული მაგალითი მოგწვა, გარკვეული დასაყრდენი, თუ რატო განხილვა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ მეცნიერულ აზრს. ეხლა საკითხი იმაში გამორევს, რა არის ეს მეცნიერული აზრი? საერთოდ რას ნიშნავს? რა არის საღი აზრი? როდესაც ჩვენ ვიზარდით, რომ რაღაც საღი აზრი გაგვაჩნია, მაგრამ მეცნიერული აზრი არ არის. როგორ გავიგოთ ეს საღი აზრი არის? სამწუხაროდ, უბრალოდ მე არ ვიცი, შეიძლება არსებობს რაღაც მეთოდები, მაგრამ სამწუხაროდ საღი აზრი არის რაღაც ის, რომელსაც ესეთი მკაცრად განმარტებული მეთოდი, რომ მაგალითად მოიყვანო ბავშვი და მას ესე ჩაუნერგო საღი აზრი არ არსებობს. რაღაცნაირად ჩვენი ევოლუციურად განვითარებული გონება ახერხებს რომ გამოფილტროს და აი ამ კომპლექსში რაღაცნაირად იდენტიფიკაციას უკეთებს იმას თუ რა არის საღი აზრი. რა თქმა უნდა, ამისათვის განათლება აუცილებელია. ადამიანს თუ არ ასწავლის, ის ვერ მივა იქამდე რა არის საღი აზრი. შეუძლებელია. და როგორც წესი, მე რაღაცა მომენტია, რომლის მერეც ადამიანს მე შეიძლება ასწავლოს მაგალითად манипуляცია. მათემატიკურ გამოთვლებს შეიძლება ასწავლოს. მაგრამ შეიძლება იმ სტადიას დაშორდეს. ანუ იმის უნარი რომ შენ რაღაცა манипуляციები შეასრულო, დაუშვათ გამოთვლები შეატარო, თქვა, ინტეგრალი აიღო დიფერენციალი. ეს არ არის იმის გარანტია, რომ შენ მეცნიერულად და საღი აზრით უდგები პრობლემის გადაჭრას. ხო?
ამიტომ რახან ეს არის რაღაცა რაც განმარტებას ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი და ჩემთვის არ ექვემდებარება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს არსებობს და მუშაობს პრაქტიკაში. ვიცით რომ ეს არის. ამიტომ მე შევეცდები სხვადასხვა კუთხიდან რაღაცნაირად მივუძიე ამას და გავაშვი. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი საღიაზე? იმიტომ რომ და მეცნიერული აზრი. მეცნიერული და მეცნიერული აზრის ეს ასე ვთქვათ ბაზისი არის საღიაზე, ხო? ეს საღიაზე ჩვენ გონებაში სულ მოხდეს. რაღაცა ზომის და რაღაცა ფორმის და რაღაცა დოზის ყოველდღიურობაში სულ ჩვენთან არის, ხო? ვერ მიახსენებთ ეს მანიპულაცია. რატო? ნუ შემდეგ მიზეზის გამო. ნუ მაგალითად ადამიანი როცა დირექტივებს, აი თქვა როგორ დირექტივებს, ხო? მე როგორ დირექტივებს. ეხლა რაღაც ინფორმაციის ნაკადს. უამრავს. ეს ინფორმაცია შემოდის იქიდან თუ მე რას ვხედავ, შემოდის იქიდან რას ვისმენ, შემოდის სხვა ათებიდან და ასე შემდეგ. ასევე მოწოდებულია ვიღაცების მიერ, ხო? ინფორმაციის უზარმაზარი პროცენტი არის სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ფაქტია. ელემენტარული და დაწესებული რთულიდან დამთავრებული. მაგალითად, ნაცნობს შევხვდები ეკითხები როგორ აღარ კარგად, იცი რომ კარგად არ არის. ელემენტარული, ხო? ეს პუილი შემოკლima უკვე გაგდეტრა. იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის გეუნება პირს და ადამიანს და გეუნება კარგად არის, შენ იცი საღი აზრით რომ ეს ვერ იქნება კარგად, იმიტომ რომ გუში მაგალითად დალია ძალიან ბევრი და თავი გასწავლამდე. ხო? მაგრამ ეს ხო არ ხდება ლოგიკური ანალიზის ეს ხდება წამის, მემილიონი წამის ფუნქციების მონაკვეთში ჩვენმა ტვინმა იცის როგორ გაფეთროს არასწორი ინფორმაცია. ანუ რასაკეთებს ჩვენ რა როგორ მუშაობს ჩვენ ტვინი? ეხლა მე ამ ტვინის მუშაობის აზრზე ამას არ ვაკეთებ როგორც ფიზიოლოგი, აქ ჩემს პროფილი ექსპერტები ზიან აუდიტორიაში. მე ამას ვაკეთებ როგორც ინფორმაციის გადამუშავების თვალსაზრისით, როგორც განახულია ფიზიკოსის მიერ. იმიტომ რა თქმა უნდა ფიზიკოსისთვის ინფორმაციის გადამუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო? და რატო არის ეს? იმიტომ რომ ის როგორც ჩვენ ტვინი მუშაობს ყოველდღიურად, ხო? ის არის მიკრომოდელი იმისი, როგორც კაცობრიობა განვითარდა. კაცობრიობას ესე ვითარდება. როგორ კაცობრიობის განვითარება არის ჩვენ ვცდილობთ რომ გავიგოთ იმ სამყაროს კანონები, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. საბოლოო ჯამში ხო რა არის? ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად არის ფილოსოფიური ასე ვთქვათ მიზანი, ერთ-ერთი ფილოსოფიური მიზანი რა არის, რომ ჩვენი არსებობა ჩვენ დანიშნულება, ხო? ჩვენ დანიშნულებას შეუძლებელი გავიგოთ თუ ისიც არ ვიცით რა არის ცნობიერება. ჩვენი დანიშნულება ხო რა ცნობიერებას ემყარება. ემყარება ცნობიერებას და ემყარება იმას, როგორ ეს ჩვენი ცნობიერება როგორ სწავლობს გარეგანი სამყაროს, ხო? თავისთავად ის ფაქტია, რა გასაოცარია, ხა მე რაც ვთქვი, ხო? რა წარმოიდგინეთ ის რამე. ესე იგი, სამყარო რომელსაც დაიწყო თავისი არსებობა, როცა მისი ზომა იყო ხარისხად -25 სანტიმეტრი, ხო? მერე აფეთქდა. შექმნა მატერიალი ვასწავლები ასე შემდეგ. 15 მილიარდი წლის განმავლობაში განიცადა ევოლუცია. აი ამ ევოლუციის შედეგად, სადღაც ალბათ ბრავალ პლანეტაზე, მაგრამ ჩვენი არ ვიყო კონკრეტულად, შეიქმნა არსება, რომელსაც შეუძლია თავის ტვინში, რომელიც არცე დიდია, სამყაროსთან შედარებით ფაქტორად არ არის, ხო? რა თქმა უნდა, ხარისხად -25 სანტიმეტრი არის, ჩვენ ტვინი უფრო დიდია, მაგრამ საკმაოდ პატარა. ეს ტვინის აქვს საშუალება, ეს მთელი ისტორია თავის თავში არ ეკროს. და არა მარტო არ ეკროს, იცინასთან მეტყველებს. ხო? ეს თავისთავად არის რაღაც ფენომენი, რომელსაც მაგალითად მე არ ვიცი რას ნიშნავს. რატომ უნდა უშვებდეს სამყარო თავის თავში არსებობას შემეცნებადი ტვინის, რომელსაც მე შეუძლია ეს სამყარო მთლიანად დაარღვევოს, ხო? და ამიტომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ფუნქციონირება რაღაცნაირად ჩვენი ტვინი რაღაც არის ევოლუციის შედეგი. და ეს რაღაცნაირად კაცობრიობის ევოლუციის რაღაც მიკრო ასახვას დავით არის, ხო? ჩვენი ყოველდღიურობა, ის თუ როგორ ჩვენ პროცესირებთ ზოგადად ინფორმაციას. ეხლა, ამიტომ ვისახებ, მე არ ვლაპარაკობ პროფესიონალი ფიზიოლოგიის ან ბიოლოგიის თვალსაზრისით, მე ვლაპარაკობ როგორც ფიზიკოსი. იმიტომ რომ რა ხდება? შემეცნება აი რაღაცა ცნობიერება, როგორ უკეთებს, როგორ ცდილობს გაერკვეს ამ ტყუილის წეში, ხო? ტყუილის რა გაგონია? მე აქ დიალოგს მაინც ბოროტი ტყუილის. ბოროტი ტყუილების არის, რა თქმა უნდა. ეს ზოგისთვის სპეციალობაა, მაგას თავი რომ არის. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი ვსტარებთ, ხო? განაერასწორებს ჩვენ ტვინი გაერკვეს ამ ინფორმაციის წეში. ჩვენ სულ გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება იმაზე დაფუძნებით, არასრულ ინფორმაციაზე დაფუძნებით. სულ, ხო? ჩვენი ტვინი შემეცნება მოქმედებს ეგრეთ წოდებული შავი ყუთების მეთოდით. შავი ყუთების მეთოდი რას ნიშნავს? ანუ არის რაღაცა ინფორმაცია, ხო?
ჩვენ არ აქვს იმის დრო, რომ ეს ინფორმაცია, ის ხუთი გავხსნათ და ეს ინფორმაცია დეტალურად შევისწავლოთ. ანუ მაგალითად მეგობარი შეხვდა, თქვა და მითხრა რომ თქვა იგივე მაგალითად რომ მოვიყვანოთ, რომ კარგად ხარჯ, მაგრამ მე ხო არ ვაკეთებ, მაგრამ მე ხო არ ვიცი, ხა მოდი დავშვებ, ხა გავაგზავნებილა ეს მართლა კარგად არის თუ არა. დავუშვათ კარგად არის, მაშინ ესე არ იმდიდა. თქვა თუდად არის, მაშინ ესე და ასე შემდეგ. ეს ლოგიკური პროცესი რა ჩვენ არ ვაკეთებ. ვაკეთებთ რას? ჩვენ ამ ინფორმაციას, რომელიც მივიღებ, რომ ვიღაცა მეუბნება რაღაცას, ხო? ვსვავ შავკუთში და იმას რაღაცა იარაღით ვაკეთებ. ანუ პარამეტრიზებას ვუკეთებთ ჩვენი ტვინი გამუდმებით უცნობს. მაგრამ და ძირითადად მუშაობს კავშირებზე. ანუ უამრავი ინფორმაციაა, რომელშიც ზოგი ვიცი, რომ სწორია, ზოგი ვიცი, რომ არასწორია, მაგრამ რაღაცნაირად სწორი რა არის, არ ვიცი. ამიტომ იმ უცნობს უკეთებ პარამეტრიზებას და მე რაღაცნაირად კავშირებს ვამყარებ ერთმანეთთან. ყველაზე წარმატებული არის ის ცნობიერება, რომელიც ყველაზე მოხერხებულად აკეთებს პარამეტრიზებას უცნობის. და უცნობის პარამეტრიზებაში გეხმარება ზუსტად ეს აღიარება. ანუ შენ იცი, რომ როდესაც ვიღაცა გეუბნება დაუშვათ სიტყვაზე, ხო, თქვათ მე გეუბნება, რომ მაგალითად არის სიტყვის თავისუფლება და ის არ არის, ხო? შენ ხო არ არის ლოგიკურ პროცესირებას. შენ იცი, რომ ამაზე ლაპარაკიც არ არის, ეს არის ფაქტი. და ეს აღიარება, ხო? ამ საკითხს უკეთებ თლიანად აძლევ წონას და არ კარგავ დროს იმაზე რომ მე ამაზე ჩაება ლოგიკურ შენივე თავთან ლოგიკურ დისკუსიაში, იმიტომ რომ მარტო ლოგიკით შეიძლება ვერ შედარდახდება. რატო? იმიტომ რომ შენ გამოსავალი წერტილი აი არასწორი, მე ლოგიკით შეიძლება გახვიდე და იმის დანაკლისზე გავიყვანოს ლოგიკა, რომ საერთოდ დაიკარგო, ხო? ეხლა სამყარო შემეცნობა ზუსტად ესე ვერ ხდება. როგორ არის? რას ვაკეთებ ჩვენ? როდესაც ვცდილობთ სამყარო შემეცნობა. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ სამყაროს შემეცნებას რაღაცა გარკვეულ ჩარჩოში, რაღაცა გარკვეულ მანძილზე და ავხსნებთ ამას რაღაცა გარკვეული კანონებით. ამ კანონებს ჩვენ ვეძახით თეორიებს. ეს თეორია რაღაცა დროის ეს თეორია როგორ იბადება? თეორია რა თქმა უნდა ყოველთვის იბადება ვიღაცის თავში. თავიდან არის ვიღაცის აზრი. მაგრამ შემდეგ ეს თეორია რაღაცა მომენტში ხდება მეცნიერულად აღიარებული აზრი. და ამ მომენტში ის წვეთს ვიღაცის აზრი კი აღარ არის, ის არის მეცნიერული აზრი. ანუ ნიუტონის კანონი შეიძლება დაიბადა თავში, ვიღაცების თავში, ნიუტონის ხუკის და ასე შემდეგ, როგორც იდეა, 1 + კვადრატზე. დღეს ეს ნიუტონის აზრი კი აღარ არის. დღეს არის მეცნიერული აზრი. დღეს ამაზე წასვლას უკან და ამაზე კამათს შეიძლება ეს 1 + კვადრატზე არ არის და არამედ რაღაცა არის. ეს არის მეცნიერული აზრის ბოროტად გამოყენება. ეხლა რა ხდება? ეს ყოველ თეორიას, ეხლა თქვენ მაგალითად სულ გესმით, ხო? მაგალითად გაზეთებში საერთოდ უყურთ ხოლმე ესე პრესას ესე წარმოჩინება, რომ აი ახალი რაღაც აღმოჩენა მოხდა და ძველი თეორია საერთოდ განადგურდა. ესეთ რაღაცა არასდროს არ ხდება. მაგალითად, ნიუტონის კანონები, ხო? ყოველ თეორიას აქვს თავისი არეალი, სადაც ის კარგია და გამოყენებადია. როცა ამ არეალს გასწრები, ის თეორია საჭიროებს შევსებას. ის თეორია განაც არ ხდება. მაგალითად, ნიუტონის კანონები. თქვენ გაინტერესებთ, როგორ ტენისის ბურთი როგორ მოძრაობს, ან თანამგზავრი როგორ მოძრაობს. ნიუტონის კანონები გადასარევია და ყოველთვის გადასარევი იქნება. მაგრამ უბრალოდ ნიუტონის კანონი არ ვარ გაიქ, თუ თქვენ გინდა გაიგოთ, მაგალითად, როგორ არის დინამიკა იმ ობიექტების, რომლებიც სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით ცვლდება, დაუშვათ, ხო? ან მაგალითად გაიგოთ, თუ რა ხდება შავი ხვრელის ჰორიზონტის გადაკვეთის შემდეგ. ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდება თეორიის გაფართოება, მაგრამ ეს არ არის ძველი თეორიის დანგრევა და მოსპობა. ეს არის უბრალოდ მისი გაფართოება. მეცნიერული თეორიის თვისება არის ზუსტად ეგ, რომ ის არასდროს არ ყვდება. როგორც კი თეორია ავიდა მეცნიერული აზრის რანგში, ეს ნიშნავს, რომ ეს არის აპრობირებული სიმართლე. და ამის მერე ეს სიმართლე შეიძლება მოდიფიცირდეს, იმიტომ რომ უბრალოდ ის არეალი, სადაც ეს სიმართლე მისვებოდა, ასე ვთქვათ, შეზღუდულია და უნდა დავამატოთ ახალი. ეხლა რას უძახით ჩვენ მაგას ფიზიკოსები ასეთ მიდგომას? ეს არის ის იგივე, ზუსტად ასეთია black box-ი, შავი ყუთების მიდგომა, ხო? ანუ რა, მაგალითად, თქვათ ამ დავუშვებ მე დავწერო ამ ოთახში ჰაერის დინამიკა, ხო? მე თუ ვარ შორ მანძილებზე და გერითი ტალღების ვისმე, მე შემიძლია ამ ჰაერის დინამიკა ავწერო როგორც გერითი ტალღების დინამიკა. ეს
შემიძლია დავწერო უბრალოდ ტალღური განტოლება, მისაგინცის როგორ წერება ტალღური განტოლება და ნუ ამით ბედნიერად გავიგო როგორ ვრცელდება ტალღები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს აღწერა რეალობის შეზღუდულია. მას აქვს შავი ყუთი. ეს შავი ყუთი რა, შავი ყუთი რაღაცა ზომა და ეს ზომა და მოდი ამ რაცაც დავარქვა ამ ზომას. ეს ზომა არის ლიმიტი იმ შენი აღწერის. ანუ როგორც კი ამ მანძილებზე ჩადიხარ, შენ უნდა აუცილებლად ეს შავი ყუთი გახსნა და შეავსო ახალი რეალობის აღწერა. ეხლა ეს არ არის მარტო ფიზიკის პრეროგატივა. ეს არის იგივე სოციოლოგიაში. მაგალითად სოციალური მეცნიერებაში ეს ზუსტად რა ხდება? თქვენ იცით რომ არის კოლექტიური მოვლენები, როდესაც ადამიანების რაოდენობა არის დიდი, რაღაც ეფექტები წარმოიშობა კოლექტიური, რომელიც არ დაიყვანება ერთი ინდივიდის მოქმედებაზე, ხო? ანუ მაგალითად თუ გაინტერესებს ჩვენ კანონები ქცევა სოციუმის როგორც ასე ვთქვათ ზოგადი იქ მოქმედებს იმაკ შეგვიძლია მივუღალოთ ესეთი აღწერა, ზოგადი აღწერა და შემდეგ როდესაც ჩავალთ უკვე პატარა სკალაზე რომელიც არის მაგალითად ინდივიდის ოფაქცევა, იქ უნდა შევცვალოთ ეს აღწერა. ხო? იქაც ეგრეა ზუსტად. ანუ ეს რაც ვიცახი, რომ ეს შავი ყუთების სისტემა, რომ ჩვენი შემეცნება აპარამეტრიზირებს უცნობს და მე ამ უცნობს ცნის სტანდარტს, ხო? ეს უნივერსალური მიდგომაა ჩვენი შემეცნების და სამყაროს მიმართ. ეხლა, მაგალითად, კარგი საკითხვა არის ესეთი, არსებობს სხვანაირი მიდგომა? შეიძლება ჩვენ უბრალოდ ჩვენმა ევოლუციამ ამ შტოზე გადმოგვაქვს, რომ ჩვენ ესე ვფიქრობთ. შეიძლება არსებობს უფრო ეფექტური ცნობიერებები, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტურად აღიქვამენ რეალობას. სხვანაირად ვფიქრობენ რაღაცნაირად, ხო? ჩვენ არ ვიცი შეიძლება ბიოლოგიის არ რაღაც მოსახლეობა მაგის თავდაუხს, მაგრამ პოზიტივაში ფიზიკოსებს არ ვიცი. მე არ პოზიტივაში. და ასე შემდეგ. ეხლა რატომ მოხავს ეს? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთისწორ გავიგოთ ჩვენი როლი სამყაროში, რამდენად გამორჩეულები ვართ და მეორესწორ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მეცნიერული მიდგომა ჩვენთვის. ეხლა მთელი ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ ეს მეცნიერული მიდგომა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი გერაჟი, არის გადამწყვეტი. ანუ როგორც კი კვლევა რაღაცნაირად შორდება მეცნიერულ მიდგომას და შორდება საღაზრს, ხდება კატასტროფა. და მარტო მეცნიერულ კვლევაში არ ხდება ეს. ყველა ის სოციალური კატასტროფები და ჩასურებები არადემოკრატიულ საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ეს არის იმის შედეგი, რომ საზოგადოება რაღაც მომენტში შორდება საღაზრს. რაღაც მომენტში აი თვითონ ხო ცხადია, რომ არ უნდა დაუჭერო ვიღაცას, ხო? არ მინდა კონკრეტულ მაგალითებს გადავიდეთ კაცობრიობის ისტორიაში უამრავად მაგრამ. გავუშვათ. ვიღაცა გეუბნება რაღაცას, რომელიც სამი აზრი გეუბნება, ეს აბსურდია. მაგრამ თელი ერი ცხოვრებით მიიღება ამას, ხო? შეიძლება თელი ერი არა, ვაჭარაიტავს, მაგრამ ხო? ესე იგი, ეს მომენტი, რომ მეცნიერული აზრისგან მოშორება აუცილებლად კატასტროფით თავდება, ეს არ არის მარტო ფიზიკის, ბიოლოგიის და ასე შემდეგ პრეროგატივა, ეს არის უბრალოდ ჩვენი არსებობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეცნიერული აზრი, იმიტომ რომ ჩვენ უნივერსიტეტში ასვენებთ, ჩვენ ამზადებს სტუდენტებს. ეს სტუდენტები, ჩვენ კი არ როდესაც სტუდენტი მოდის ჩვენთან, ის ჩვენ კი არ ამზადებთ მაშინ მაინც და მაინც ფიზიკის კვლევას, ან მაინც და მაინც ბიოლოგიის კვლევას, ან მაინც ჩვენ მაშინ ამზადებთ საგანმანათლებლო. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სტუდენტმა უნდა დაიღოს უნივერსიტეტიდან არის რომ მან ისწავლოს სტანდარტაზროვნება. ეს სტანდარტაზროვნება დაამშრომლოს ეს არ დაიყვანა მარტო ლოგიკა. იმიტომ ლოგიკა შეიძლება ასწავლო მაგალითად, იმიტომ ლოგიკური ჯაჭვი როგორია, კი არა, მაგრამ კიდევ ვიტყვი სამწუხაროდ არსებობს აი ეს კონცეფცია, ცარი აზრის და მეცნიერული აზრის, რომელიც ეს ადვილად ერთი სქემაში არ გამოიხსნება. რაღაცნაირად ამას სჭირდება გამუდმებული წვრთნა ტვინის სხვადასხვა დისციპლინებში და სხვადასხვა რაღაცნაირ კომპლექსურ მიდგომა. და მე რაღაცნაირად ჩვენი ტვინი ახერხებს ამის გამოწალკებას და სწავლობს აი ამ ცარი აზრზე დაგვიმოს. ეს არის უმნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება მე მგონი დროს გადავაჭარ. ხო რომელია? რამდენი ხანია გასწორდა? აბიდის გასწორდა ძალიან კარგი. ხო, მოკლედ ეხლა რაც შეეხება ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის გავიაზროთ ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, მოდი გადავიდეთ კონკრეტულ სიტუაციაზე. ეს ამას მიუყვებით ბუნებრივად იქამდე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერება, რამდენად მნიშვნელოვანია კვლევა. ეხლა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, რომ მაგალითად
დავუშვათ, მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ მეცნიერების დანიშნულება არის, ვთქვათ, პრესტიჟის ამბავი. ანუ, თუ ვართ სრულუფლებიანი ერი, უნდა გქონდეს მეცნიერება, იმიტომ რომ სხვა ერებს არ აქვს მეცნიერება და შესაბამისად უნდა ვიყოთ ჩართული ამ საერთაშორისო ფერხულში და უნდა ვიყოთ ამ პრესტიჟის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური აზრია, სრულიად ვიზიარებ, რომ მეცნიერება ეს არის პრესტიჟის ამბავი და თვითდამკვიდრების ამბავი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის თავარი მომენტი. მეცნიერების არსებობა ქვეყანაში აუცილებელია იმიტომ, რომ არსებობდეს ინტელექტუალური ატმოსფერო. მეცნიერების არსებობის გარეშე ინტელექტუალური ატმოსფერო ვერ არსებობს. ეს არის პრაქტიკა. ამას უშუალებს უზარმაზარი გამოცდილება, უზარმაზარი სოფლიო გამოცდილება, რომ თუ და ეს დანერგილია სოფლიოს ყველა დამხმარე უნივერსიტეტში, რომ საუკეთესო ვარიანტი არის, როდესაც სტუდენტი უმაღლეს დაწესებულებაზე მაქვს ლაპარაკობს. როდესაც სტუდენტი ცოდნას ღებულობს კვლევარისგან. ანუ ვიღაცისგან ვინც კვლევაშია ჩართული და რაღაცნაირად რატომ? აი, იმიტომ რომ კვლევარი ყოველთვის დაკავშირებულია მეცნიერებასთან. კვლევას თქვენ ვერ გააკეთებთ, თუ საღი აზრი არ არსებობს ლოგიკაში. მაგალითად, ამოცანა შეიძლება ადამიანმა ძალიან კარგად დასმული ამოცანა ამოხსნას ისე, რომ პრინციპში უბრალოდ მანიპულაციებით ისარგებლოს. ნუ ხო რა, ახლა მაგალითად მე რო გითხრათ, აი მაგალითად ამოცანა არის ესეთი, ხო? განტოლება. ეს იხსნება ასე და ასე. რაღაცა გაგებით, ეგეთი ტიპის ამოხსნა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ვისაც გინდათ ასწავლოთ, ხო? მაგრამ ადამიანი, რომელიც კვლევაშია ჩართული, საღი აზრის გარეშე ვერ გაიგებს გზას, ვერ გადარჩება. შესაბამისად, ეს უნიშნულოვანი მომენტია, რომ ის კვლევარი მას აქვს საშუალება რაღაცნაირად მეცნიერულ აზრს აზიაროს სტუდენტი. მე არ ვიცახი, რომ არ არსებობენ პედაგოგები, ვინც არ ეწევა კვლევას, მაგრამ ჩვენებად შეუძლიათ სახალხოს აზიარონ სტუდენტი. ანუ აქ ამ შემთხვევაში კვლევა შეიძლება ჩანაცვლოს უბრალოდ მოაზროვნე ადამიანით, ხო? რომელიც რაღაცნაირად მეცნიერულად აზროვნებს. ანუ მეცნიერული აზროვნება ეს მაინც და მაინც არ დაყავს, იმაზე რომ ადამიანს უნდა ქონდეს აუცილებლად პუბლიკაციები წამყვან ჟურნალებში და ასე შემდეგ. არა, აქ ლაპარაკია მოაზროვნეზე. რა თქმა უნდა, მეცნიერული კვლევა, რომელსაც თქვენ შედეგამდე მიღებთ, ეს უდაო აჩვენებელია მეცნიერული აზრის. ამ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რა ამიტომ. ეხლა ამიტომ ის ფაქტორი, რომ ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ყველანაირად ხელი შეუწყოთ მეცნიერების განვითარებას, ეს კაპრიზი არ არის, ეს არ არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ პრესტიჟულები ვიყოთ, იქ რაღაცა. არა, ეს არის ყოველდღიური მოთხოვნა. ამ მეცნიერების განვითარების გარეშე ვერ ვასწავლეთ ჩვენ სტუდენტებს, ვერ ვასწავლეთ მათ მეცნიერულ აზროვნებას და შესაბამისად სახელმწიფოებას. და ეს ლაპარაკი მაგ მე სულაც არ მაქვს ლაპარაკი მარტო საბუნების კონტროლ მეცნიერებაზე, როგორც მოვუყვანი მაგალითები გეოსოციალური მეცნიერებიდან და საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი მარტო მეცნიერებაზე. ეს არის ადამიანის მოღვაწეობის, ეს ეხება ადამიანის მოღვაწეობის მთელ სფეროს. ამიტომ არის რომ ცენტრალური როლი უნდა დაეთმოს აი ამ ეს აქცენტი უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად. სხვანაირად ინტელექტუალური ატმოსფერო ვერ შეიქმნება. ეხლა საბოლოოდ რომ ამიტომ დავამთავრო კიდევ ერთი რამ ვთქვა, რომ ეს გაცილებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სხვა ტიპის რესურსები არ გააჩნიათ. ჩვენ ქვეყანას ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი რესურსების პატრონი. შესაბამისად, ჩვენი რესურსი უნდა გახდეს ინტელექტი და ინტელექტუალური რესურსი. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში ამის მაგალითი. და პრინციპში ძალიან წარმატებული ქვეყნები. ის ფაქტი, რომ ქვეყანას რესურსი არ აქვს, ბუნებრივი რესურსი და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ბუნებრივი რესურსი, ასე ვთქვათ, ამ ბუნებრივი რესურსზე შეჭდეს, ხო? პირიქით რაღაც გაგებით უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ. იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგცემს, რომ განავითარო ინტელექტუალური რესურსი. ეს უნდა იყოს თავარი რესურსი, რომელსაც ქვეყანა დაეყრდნობა. მე მგონი ამითი თავს არ შეგაწყობთ ახლა მეტად გავიდა, დავამთავრე თუ ისევ გასვლა თუ რა გაიგებთ იქნება. და ეს გაფართოების სიჩქარე ცირდება. ანუ იქნება მომენტი, როცა გაჩერდება. ამავე დროს ვიცით რომ არა, მე გავიმეორე თქვენ დავისვით, მე გავიმეორე. და ამავე დროს ვიცით რომ ნებისმიერი ორი სხეული ერთმანეთს იზიდავს.
და ან მოხდება მე ამ ყოველთვის ისევ შეცირება და გადაიქცევა სამყარო ისევ 10-ის მინუს მე-24 ხო, ეს კითხვა არის შემდეგში, ანუ რა არის სამყაროს მომავალი? იმის გამო რომ სამყარო ბატონდება, მომავალში რა მოგვივა? დავიწყოთ თქო რომ კავშირთან შეგუმშვას და ისევ დაახლოებას. მოკლედ, მაგითხოვზე პასუხი, ამომწურებელ პასუხი უცნობია. ეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა ეგრეთ წოდებული სამყაროს კრიტიკული მასა. თუ სამყაროს მასა, ანუ ენერგიის სიმკვრივე სამყაროში არის ეგრეთ წოდებული კრიტიკულზე მაღალი, ან კრიტიკული სხელა, მაშინ სამყარო არასდროს არ განიცდის კოლაფსს. მაგას ჩვენ გრავიტაციულ კოლაფსს ვუწოდებთ. ანუ გაფართოვდება მუდმივად. შეიძლება შენელდეს, მაგრამ მუდმივად გაფართოვდება. თუ მეორე მას სამყაროში არსებული სიმკვრივე არის კრიტიკულზე მაღალი, ხო? თუ მაღალია, მაშინ ეს გრავიტაციული თვითმიზიდვა აჯობებს და სამყაროს კოლაფსი მოუწევს. ეხლა რო ახსენე გაზომვები. დაახლოებით 1/1000 სიზუსტით სამყაროს მასა არის კრიტიკული. ახლა არ ვიცი ჩვენ 1/1000 არ არის ზუსტი პასუხი, რა თქმა უნდა, ფიზიკაში არ არსებობს ეგრეთი ზუსტი პასუხი, ხო? ვიცით რომ 1/1000. ანუ რამდენად ახლოს ვარ კრიტიკულთან არ ვიცი. ასე რომ არც ერთი სცენარი არ არის გამორიცხული. მაგრამ არის მეორე კიდე ერთი კომპონენტი, მაგ შეკითხვაში, ეს არის ეგრეთ წოდებული შავი ენერგიის არსებობა. ჩვენ ვიცით რომ სამყაროში არის ენერგიის დამატებითი წყარო, რომელიც ასევე ბოლო აბსოლუტური აღმოჩენა იყო სამწუხაროდ დამქონა მაგაზე ლაპარაკის დრო და რომელიც ეგრეთ წოდებული ანტიგრავიტაციული ეფექტია. ანუ თუ ეგ დასაშვებია შემდეგი სცენარი, რომ სამყარო სულ მუდმივად გაფართოვდეს და ეს რეზონანსის ჰორიზონტი გაიყინოს 10-28 სანტიმეტრს. ნუ მაგისნაირი არის თელევიზიის ფილოსოფიური სპეკულაციები, თუ რა მოგვივა ესეთი ტიპის სამყაროში განვითარებად ცივილიზაციას და ასე შემდეგ. შეიძლება თუ არა ესეთი ტიპის სამყაროში ცივილიზაცია მიარსებოს უსასრულო დრო და ასე შემდეგ.